ახლა მივესალმებით მას უკვე ნიუ-იორკიდან გვერდება თათია დოლიძე. თათია, საღამო მშვიდობის ჩვენთვის და ჩვენთვის დილა მშვიდობის. მოგესალმებით, დიდ ბოდიშს გიხდით პირველ რიგში რომ გუშინ ვერ მოვახერხე ეთერში ჩართვა იმ მარტივი და გასაგები მიზეზის გამო, რასაც დროში სხვაობა ჰქვია, მაგრამ ამაღამ დავძლიეს მომენტი და მხარული ვარ რომ მომეცით კვლავ შესაძლებლობა რომ გაგსაუბრებოდით. მადლობა იმისთვის რომ ეს შეხვედრა შედგა პრაქტიკულად ორი ქვეყნიდან საქმიანობის მაყურებლისათვის. გუშინდელ შეხვედრებს რაც შეეხება, უბრალოდ თქვენთვის დღევანდელ შეხვედრებს რაც შეეხება, მოკლედ რომ ჯერ ამაზე ვისაუბროთ, რა იყო ის სიახლეები, რომელიც მას შემდეგ და იმის იქით რაც ჩვენ ვიცით გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლისას, თქვენთვის როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელს გქონდეთ გაეროში. სიტყვის გამოსვლის შემდეგ ალბათ ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი იყო ის ღონისძიება, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვგეგმავდი გაეროში და განმეხორციელებინა და დღეს თქვენთვის გუშინ დღეს გაიმართა ეს ღონისძიება ძალიან კარგად ჩაიარა, ეს ეხებოდა ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობას და ამის მნიშვნელობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე და ზუსტად თქვენს ეკონომიკურ განვითარებაზე გქონდათ აქამდე ეთერში საუბარი და ალბათ საინტერესო იქნება, ჯერ ვიდეო მასალა ნამდვილად არ მაქვს რომ გაგიზიაროთ, მაგრამ ძალიან კარგად ჩაიარა და კმაყოფილი ვართ მთელი მისია ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში. ამ წარმომადგენლობის მთავარი აქცენტები, ანუ საქართველოს მხრიდან და როგორი არის ვთქვათ იგივე პარტნიორი ქვეყნების, რომლებიც იყო დასახელო მექსიკა იყო რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ირლანდია, მათ შორის ამ შეხვედრაზე საქართველოსთან ერთად წარმოდგენილი. ანუ რა გვაერთიანებს ამ ქვეყნებთან? ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, როდესაც იმართება გვერდითი ღონისძიება გაეროში, თუ რომ გააკეთდეს ეს ყველაფერი სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობით. რამდენადაც მე ავირჩიე თემად ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობა, რადგან ვთვლი, რომ საქართველოსთან საუკეთესო მაგალითად შემეძლო გამეტანა პროექტი სტარტაპ საქართველო 2016. და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენი ქვეყნიდან, რომელსაც შეუძლიათ ასევე რომ სხვა ქვეყნებმა მიბაძონ და აიღონ მაგალითი იმისა, თუ რომ სახელმწიფო დონეზე როგორ შეიძლება მხდებოდეს ინოვაციების მხარდაჭერის ინსტიტუციონალიზაცია. და მოვიცავით ფაქტობრივად ყველა კონტინენტი, დიახ, ყავდა წარმომადგენლები, როგორც აფრიკიდან, ავსტრალიიდან, ისე ლათინური ამერიკიდან, ევროპიდან, რომლებიც საუბრობდნენ, ეს იყვნენ თვითონ ახალგაზრდა დელეგატები, რომლებიც ამავდროულად არიან ასევე ახალგაზრდა მეწარმეები და მათი საუბრეს თავიანთ გაგვიზიარეს თავიანთი წარმატებული ისტორია, მაგრამ ასევე გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოები იყვნენ წარმოდგენილი პანელისტებად, ანუ მომხსენებლებად და ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა. თათია, რამდენად ინოვაციურად ჩაითვალა სტარტაპების თემა, რომელიც თქვენ წარადგინეთ გაეროს და აი ამ კუთხით რა გამოხმაურება და ფიდბექი იყო კოლეგებისგან? დიახ, ზუსტად ახლა არის ძალიან ყველაფერი გაეროში რაც ტარდება, ახლა ყველაფერი არის მიმართული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისაკენ. და მით უმეტეს ახალგაზრდების ჩართულობა, მე როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელი, მე უნდა ვიზრუნო ახალგაზრდების ჩართულობაზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ზუსტად ამ წელს ძალიან აქტუალურია ახალგაზრდა მეწარმეობის ახალგაზრდა სამეწარმეო საქმიანობა და როგორ მოგეხსენებათ გენერალურ მდივანს ყავს ასევე ახალგაზრდობის დესპანი და წლევანდელი მათი ყველაზე წარმატებული პროექტი სწორედ ის იყო, რომ გამოავლინეს 17 ახალგაზრდა ლიდერი, რომელთაც თავიანთი სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობით ხელი შეუწყეს სხვადასხვა სოციალურ რა სფეროები არის ამ შემთხვევაში დომინანტი, თუ გაქვს შენ ინფორმაცია, თუ შეგიძლია რომ გითხრა ამ 17-დან? დიახ, საქმეც ის არის სწორედ, რომ სამეწარმეო საქმიანობა აქ არ არის წარმოდგენილი მხოლოდ რაღაც ბიზნეს იდეა, რომელიც ორიენტირებულია სარგებელი ფინანსური სარგებლის მოტანისაკენ, არამედ რომ შექმნას რაღაც საზოგადოებრივი სარგებელი, ანუ იყოს როგორც ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული, ისევე სოციალური ინკლუზიისაკენ, თუნდაც გარემოს პრობლემების, ანუ სხვადასხვა სოციალური საწარმოებია, ხო? სოციალური საწარმოებიდან. ის წარმომადგენელი სხვა
ტიპის სამეწარმეო საქმიანობას მართავს იმისათვის, რომ შეუწყოს ადგილობრივად თავისი ქვეყნის განვითარებას ხელი და სხვა იქნება რა თქმა უნდა ავსტრალიის წარმომადგენლის მაგალითად. თუმცა საქართველოსთან მე თვითონ თავად არ ვარ მეწარმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი ინტერესი მაქვს ამ თემის მიმართ, რა თქმა უნდა, რამდენადაც თვითონ ეს ღონისძიებაც და ამიტომ ყველაფერი წინა გაქვს მაშინ, თუ ინტერესი გაქვს. მაგალითად დავიტანეთ, იმისათვის რომ შეიძლება რომ იქხარით, რომ სახელმწიფო შეუწყოს მეტი ახალ გენერალურ დივანთან მოხერხდა პირადი შეხვედრა, რასაც გეგმავდით თათია, ან ამ ბანკი-მუზი არის ამ წამს საუბარი გავაცილეთ ფაქტობრივად ეს არ იყო მაინც და მაინც ჩემი პირადი შეხვედრა, ეს იყო ახალგაზრდობის წარმომადგენლების შეხვედრა გენერალურ მდივანთან. ჩვენ მას მადლობა გადავუხადეთ იმ ყურადღებისთვის, რასაც ახალგაზრდებისთვის იჩენს, რამდენადაც როდესაც ის მეორე ვადით აირჩიეს, მოგეხსენებათ მის 5 პრიორიტეტებს შორის იყო სწორედ ახალგაზრდები და გამოვთქვით იმედი, რომ ახალი გენერალური მდივანიც სწორედ ასეთი პასუხისმგებლობით იქნება. ამას გარდა რაც შეიძლება საინტერესო იყოს ირლანდიის მისიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე მე მომეცა საშუალება რომ მესაუბრა მედია პროპაგანდაზე და მე შევეხე რუსეთის მხრიდან წარმოებულ მედია პროპაგანდის თემას, რომელსაც ასევე მოხვა გამოხმაურება ეს ვიდეო მასალები, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია ეს UN ანუ გაეროს ტელევიზიის საშუალება. დაყრობილი აქვს სოციალური ქსელი, რომელსაც ქართველები მოიხმარენ. ბევრი კომპლიმენტი შენ სოციალური ქსელებიდან იმ გამოსვლის, რომელიც სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაწილს შეეხებოდა. სამწუხაროდ ჩვენ დროში შეზღუდული ვართ, თუმცა მე მგონი ძალიან საინტერესო ბევრი თემა არის მომავლისათვის. იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი თემაა და თან თათიასგან ველოდებით იმ ვიდეოებს, რომელიც ხელმისაწვდომია, ცხადია, ჩვენ როგორმე მივწვდებით, მაგრამ პრაქტიკულად საუბარია ასევე მასალებზე, რომელიც პრინციპში ამ ინტერვიუსაც დაანონსე და ველით ამ მასალებს ისევე როგორც ველით შენთან ინტერვიუს გაგრძელებას უახლოეს მომავალში. უბრალოდ ერთადერთი იმას დავამატებ, პორტფელი ჩვენი მისიის საქმიანობის გაეროში არის ძალიან დიდი, რა თქმა უნდა, არ შეეხება მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ჩემ შემთხვევაში მე როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავი და მე გავახმოვანი ეს პრობლემები, რაც აქვს, სოციალური პრობლემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, მაგრამ ამით ნამდვილად არ შემოიფარგლებოდა მე მესმის, რომ ქართული საზოგადოებიდან დაინტერესება სწორედ ამ საკითხებმა გამოიწვია, მაგრამ თუნდაც იმ სიტყვაშიც ბევრ სხვა სოციალურ პრობლემატიკაზე იყო საუბარი და სხვადასხვა ღონისძიებებით პორტფელი არის საკმაოდ ფართო, ამისი თქმა მინდოდა და ძალიან მოხარული ვიქნებოდი თუ სხვა საკითხებითაც ესე მსგავსი დაინტერესება იქნებოდა და ძალიან დიდი მადლობა. გაუცილებლად იქნება. საქმიანი დილის სახელით და მთელი ჩვენი გუნდის სახელით გიდასტურებ ჩვენ ინტერესს სრულ მხარდაჭერას ყველა იმ აქტიურობის თუ ინიციატივების მიმართ, რაც მომდინარეობს. ეს არ ეხება მხოლოდ შენს პირად გამოსვლებს, რომელმაც მართლაც სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს და საერთაშორისო საზოგადოებაზე კიდევ ერთხელ გიუცაო წარმატებულ გამოსვლას და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ესეთი მომზადებული და ჩამოყალიბებული ადამიანი წარმოადგენს ქვეყანას და მისით ამაყობ. ეს იყო თათია დოლიძე, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ნიუ-იორკიდან ჩაგვერთო. მადლობა მას მისი დროისთვის. ეხლა კი დროა რომ ვიზრუნოთ უკვე